მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათ ტრადიციისამებრ ჩვენი გადაცემა გადის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. დღეს ანალიზის დღეა, მიმდინარე პროცესები, საშინაო საგარეო, მოდი დავიწყოთ საგარეოთი, იმიტომ რომ ორი უმნიშვნელოვანესი რამ უნდა მოხდეს დღეს ხვალ დღეს, ტრამპი დაურეკავს რუსეთის პრეზიდენტს და რაღაცებზე ისაუბრებენ და მე ვფიქრობ გასაგებია რაზე შეიძლება ისაუბრონ, ხვალ ტრამპი ხდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც ტრამპმა განაცხადა, ის მოისმენს უკრაინის პრეზიდენტის მიზნების შესახებ, რომ შეუტიოს რუსეთს, გასაგებია რუსეთის ტერიტორიაზე. გასაგებია, რომ ტომაჰავკი ეს ყველაფერი არის რუსეთზე ზეწოლის მექანიზმები, მაგრამ რეალურად ჩვენ უნდა ვიფიქროთ შემდეგ რამეზე. მე ძალიან ყურადღებით ვნახულობ ყველაფერს და მათ შორის დღესაც ვნახე რა მდგომარეობა უკრაინაში, ჩემ მტერს უკრაინაში რომ არის. და კიდე გეუბნებით, ჩემ მტერს უსურვებ მე, საქართველოს ყველა მტერს უსურვებ, ისეთი შესაძლებლობა კონდეს, რომ რუსეთს შეუტევს და რაიმე წარმატებას მიაღწევს. ფაქტობრივად გამოდის, რომ უკრაინა ბოლომდე შეასრულებს იმ მიზანს, რა მიზანიც დაუსახეს მას, იგი ბოლომდე შეწირავს თავის მომავალს ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას, რაც შეეხება რუსეთს კი რუსეთი როგორც ჩანს მოქმედებს, ისევე როგორც შეერთებული შტატები, მათი მოლაპარაკებების ფარგლებს არ სცილდებიან. ჩვენ მართალია ზუსტად არ ვიცით ანკორიჯში ანუ ალასკაზე რა იყო მოლაპარაკების მთავარი რომ იტყვიან პირობები შეთანხმებისა, მაგრამ აშკარა იყო, იმიტომ რომ პესკოვმა ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ როგორც შეერთებული შტატები, ისე რუსეთი მიჰყვება ალასკაზე მიღწეულ შეთანხმებას. აი რა შეთანხმება იყო ჩვენ და არც არავინ არ იცის ჯერჯერობით. მაგრამ ხვალ შეხვედრა არის, გითხრათ სიმართლე, მე ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, იმიტომ რომ რუსები თითქმის მთელ ფრონტზე უტევენ და წარმატებით უტევენ, ხაზს უსვამ. მე მინდა განსაკუთრებით დღეს მე ნინო ხაჩიძის გადაცემაში ვიყავი რეალური აქცენტები ჯორჯიან ტაიმსში და მინდა გავიმეორო იგივე რაც მე მაშინ თქვი, მე ჩემს ანალიზს, რომლის უკან 50 წლიანი არანორმალური შრომა დევს, ჩემ თავს დავავალე, რომ ნებისმიერი სიმპათია, ანტიპათიის, ყოველგვარი იდეოლოგიური შეფერილობის გარეშე აღწერო ის მდგომარეობა, იმიტომ რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა, საქართველოში პოლიტიკური ანალიზის მდგომარეობა კატასტროფის წინაშეა, რამდენიმე ადამიანია, რომელსაც ყოფნის პასუხისგებლობა ისაუბროს, მე არ მაინტერესებს კონიუნქტურა, მე არ მაინტერესებს თქვენი, თქვათ, როგორ მიიღებთ, აი ლამის პორტატური შპიონობა დამაბრალეთ ხო ფეიკები ამზადეთ იგი. მე ვიცი სად შემოვედი, მე ვიცი რას ვუპირისპირდები, ამიტომ მინდა ახალგაზრდებს განსაკუთრებით უთხრა, რომ იდეოლოგიის ფარგლებში რეალურ პოლიტიკაზე საუბარი არის სრული კატასტროფა. თქვენ ხართ უსაშველოდ მოტყუებული ხალხი, თქვენ დღემდე არ გინდათ გაიგოთ, თუმცა ამის უამრავი მასალა, რა ხდება უკრაინაში, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ეხლა რატომ ვერ დაიპყრო რუსეთმა უკრაინა და ვერ დაამარცხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გითხრათ სიმართლე, ის რაც უკრაინელებს ჭირს, ეს არის სრული კატასტროფა და მე ამას არც ერთ ხალხს არ ვუსურვებ. ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისთვის. ეს სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების დონეზეა საუბარი და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გასაღები ამ კონფლიქტის და საერთოდ ნორმალიზაციისა დევს შეერთებული შტატების ხელში. რატომ?
იმიტომ რომ რომარა შეერთებული შტატები ისეთი უსუსური წარმონაქმნი, როგორც ევროკავშირია და ისეთივე წარსულში ჩარჩენილი ნატოა ვერანაირ ძალას ვერ წარმოადგენს და ისინი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც უზრუნველყოფს იმ მოთხოვნების შეთანხმებულ მიღებას, რომელიც გარანტირებულს გახდის უსაფრთხოებას ერთი ქვეყნისთვის კი არა, მთელი ევრაზიული კონტინენტისთვის, ამის გასაღები მხოლოდ შეერთებული შტატების ხელშია. ის განაგებს მთლიანად ევროპას და ნატოს, მის გარეშე არც ერთი არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ შეერთებული შტატები ბოლომდე გამოიყენებს უკრაინას, ბოლომდე გამოიყენებს აგრეთვე ევროკავშირსა და ნატოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღწეული ის შეთანხმება, რომლის იქეთაც უკვე ორი ქვეყნის დაპირისპირება და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება კი არ ამგონია რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით ურთიერთგანადგურებისა, რომ მოხდეს. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ასეთნაირად გაგრძელდება. ტომაჰავკების მიწოდება და ასე შემდეგ. ინგლისელები მოურიდებელი ხალხია, დიდად არ უყვართ ამერიკელები, უცებ დაწერეს, რომ მაქსიმუმ რისი მიწოდება შეუძლია შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის არის 50 ტომაჰავკი. 50 ტომაჰავკი გავამრავლოთ იქ, იქნება, მოდით ასე თქვათ, რამდენიმე ასეული რამდენიმე მილიარდის საქმე იქნება. 50 რაკეტა რანაირი სიღრმეშიც არ უნდა დაეცეს, ჯერ ერთი არ არის გარანტია, რომ დაეცემა ყველა 50-ვე ვერაფერს ვერ შეცვლის, იქნება რა თქმა უნდა მსხვერპლი და გრევა რუსეთის სიღრმეში, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის. ამიტომ ტომაჰავკების ზეწოლა არის რუსეთზე, ტრამპის განცხადება არის ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს რა დაიწერება. ყოველ შემთხვევაში სრულად არ დაიწერება, მაგრამ მე მაინტერესებს რამდენიმე ამერიკული გამოცემის და ანალიტიკოსის აზრი, რომელიც ცოტა მოგვიანებით იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპი ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრება და მხოლოდ შემდეგ ხვალ შეხვდება ზელენსკის. ნახეთ რა მოხდა. ერთი სიტყვა იყო საკმარისი და შეწყდა ის საშინელება, რაც ღაზის სექტორში მიმდინარეობდა, იმიტომ რომ რატომ შეწყდა. თუ ასეთი მშვიდობის მოყვარე იყო შეერთებული შტატები ან სხვა, რომ უცებ ალაგმეს ეს ყველაფერი. თქვენ კარგად ხედავდით, რომ რა განწყობა იყო დასავლეთში ისრაელის მიმართ. ისრაელი უბრალოდ იგნორირებას უკეთებდნენ მისელჩებს. ყრიდნენ ქვეყნიდან დემონსტრაციები უზარმაზა, ეს სად ევროპაში, ხო? იგივე იყო შეერთებულ შტატებშიც და ასე გაგრძელება ნიშნავდა იმას, რომ ისრაელი იქნებოდა სრულ იზოლაციაში და მისი დაცულობის ხარისხი იქნებოდა იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე იყო 12-დღიანი ირანული ომისაც. ის ომიც მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ გაგრძელებულიყო ისრაელისგან არაფერი არ დარჩებოდა. ესე იგი, მთავარი მიზეზი ამერიკელებს უნდა ეტვირთათ კოლოსალური ტვირთი ისრაელის დაცვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის 80% განლაგებულია დღეს ისრაელში. ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება შეიარაღება, ამას სჭირდება რაკეტები, ამას სჭირდება სპეციალისტები და ასე შემდეგ და შეერთებული შტატები გამოდიოდა სრულუფლებიანი ჩართული ამ კონფლიქტში, რომელშიც ბოლო როგორი იქნება, ყოველ შემთხვევაში ბოლო ვერაფრით ისრაელის სასარგებლო ვერ იქნებოდა. ამიტომ შეწყდა დანარჩენი უკვე პოლიტიკის საქმეა. მე ვფიქრობ, რომ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც პალესტინის სახელმწიფო იქნება აღიარებული და ამით დასრულდება ის კონფლიქტი. ისრაელს ექნება თავისი ადგილი და ვერაფრით ვერ იქნება ის ფრთებგაშლილი, რომელიც სწორედ ამ გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, შეერთებული შტატების ინტერესების გამო და არა პირიქით, კიდე გეუბნები და იმ გარკვეული სიონისტური ჯგუფ
ჯგუფების ინტერესების გამო, რომელიც სულაც არ არის ებრაელი ხალხის ინტერესების ფარგლებში. ებრაელი ხალხი ისეთივე ნორმალური ხალხია, როგორც ნებისმიერი სხვა ხალხები, ამიტომ მათი სახელმწიფოების ფარგლებში ომობანას თამაში ქვეყნიშინი და ღაზის სექტორში საომარი ოპერაციები იყო ისრაელის სახელმწიფო საზღვრის შიგნით მიმდინარე პროცესი, რაც ნორმალური ვერაფრით ვერ ჩაითვლებოდა. მე თუ გახსოვთ, მაშინ როცა დაიწყო 7 ოქტომბერს ეს კონფლიქტი, მაშინ მე ვთქვი, რომ ისრაელი სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია და მისი გამარჯვება ამ კონფლიქტში შეუძლებელი იყო. თუმცა ამანაც ნეგატიური განწყობები გამოიწვია და ასე შემდეგ. ისრაელი არაფერს არ წარმოადგენს, თუ მის გვერდით შეერთებული შტატები არ იქნა და ამდენად გაბუქებული წარმოდგენები ისრაელზე, ისევე როგორც პროპაგანდის შედეგად თურქეთის გაბუქებული შესაძლებლობები საქართველოში, რომელზეც საკმაოდ დიდი ფული იხარჯება, არის სწორედ შეცდომაში შეყვანა ჩვენი ხალხისა და მე განსაკუთრებით გული მწყდება ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც უსაშველოდ მოტყუებული არიან და დღეს ახალგაზრდების ნაწილი დაჭერილია. ხასუსვა მე ახლა არ განვიხილავ რამდენად სწორადაა დაჭერილი არა, დაიჭირეს რაღაც სასამართლო პროცესი იქნება, მაგრამ მე სხვა მხარეს მინდა შევეხო ახლა. ხელისუფლებას მიმართავ. თქვენმა გაუკუღმართებულმა პოლიტიკამ ბოლო 13 წლის განმავლობაში თქვენმა განათლების სისტემის ხელში თქვენ ჩაუგდეთ განათლების სისტემა ამ ვითომ პროფესორებს, ვითომ განათლების მუშაკებს, რომლებმაც ახალგაზრდების ის ნაწილი რამდენიმე უნივერსიტეტზეა საუბარი, რომელიც ხელისუფლების გარეშე ამას ვერაფრით ვერ გაბედავდა, არ მინდა ჩამოვთვალო, საყოველთაოდ ცნობილი ერთი წყალწაღებული უნივერსიტეტებია, წყალწაღებული ხალხი მუშაობს ძირითადად ბოდიშსუხტი მცირე რიცხოვან ადამიანებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულიად უმწიფარ ასაკში ამ ყოვლად გათახსირებული ხალხის ხელში ჩაგდება, მათი ცნობიერების კორექცია, მათი ტვინების გამორეცხვამ, მათ დააჯერეს, რომ ეს საქმე, რომელიც არის ევროპისკენ მიდის, თურმე საქართველო და ევროპული მომავალი იკარგება, წარმოგიდგენიათ, ხო, რა დონის იდიოტიზმია, ხო? დღეს დაჭერილი არა. ვინ არის დამნაშავე, რომ ის ახალგაზრდები, დიახ, მათ რაღაც ჩაიდინეს, მაგრამ თქვენ ჩაადენინეთ ის. თქვენმა უნივერსიტეტებმა, თქვენს მიერ ხელდასმულმა რექტორებმა და იმ პროფესორებმა, რომლებსაც პროფესორები დაარქვით, თქვენ რაღაც აკადემიური დოქტორობა შემოიტანეთ და სულ მოსპეთ და მოანადგურეთ ქვეყანაში თუ რაიმე განათლების ჩანასახები იყო შემორჩენილი და მეცნიერება, დღეს ამ ახალგაზრდებმა თავიანთი წლების რაღაც ნაწილი ციხეებში უნდა გაადათ. მე მესმის, როდესაც ზრდასრულ ახალგაზრდა იქნები თუ ძველგაზრდა რაღაცას ჩადიხარ არაკანონიერ ქმედებას, ალბათ გარდაუვალია სასჯელი, თუმცა მე გეუბნებით, ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც თქვენ დაიჭირეთ, არის თქვენი დანაშაულის შედეგი და არა იმ ახალგაზრდების დანაშაული. ისინი მოხვდნენ იმ სანაგვეში, იმ უნივერსიტეტებში, სადაც ისეთი პროფესორები არიან, რომლებიც კიდე გეუბნებით შეურაცხყოფაა განათლების სისტემისა, რომ ისინი შეიძლება ვინმეს რაიმეს ასწავლიდნენ. თუ ვინმეს ძალიან ეწყინება ეს ჩემი ნათქვამი, მე ღია დისკუსიებისთვის მზათა ვარ და თუ გნებავთ, მოდით სანიმუშო ლექციები ჩავატაროთ ღია ეთერში, ერთი ნახოთ მოყვარული პროფესორები და დასავლური ორიენტაციის პროფესორები რა ბაგაჟის მატარებლები ხართ. მე ერთ ცნობილ საშუალო ასაკის, კარგი პიროვნება ჩანს, ზრდილი და ასე შემდეგ ფილოსოფოსია, ერთი არხია წყალწაღებული ლექციებს რომ ატარებენ ამ
გამრუდებული LGBT რო თურმე კარგია და რა ქვია არტარია თუ რაღაცა ქვია ხო იქ შემთხვევით გადავხდე და ეს ფილოსოფოსი წერდა და იცით სტუდენტებს რომლებიც ერთ-ერთ წყალწაღებულ უნივერსიტეტში იყვნენ შეკრებილი 50 კაცამდე რაებს უყვებოდა იცით რომ არ არსებობს ეროვნული ფასეულობები ასეთი რა არის ზოგად საკაცობრიობო ამიტომ ზოგად საკაცობრიო ფასეულობები მე მინდა ამ ფილოსოფოს უთხრა ფილოსოფოსი თუ ხარ არა და წიგნებიც გაქვს დაწერილი რაღაცა გაქვს ნუ თუ არ იცი რომ არაფერი ზოგად საკაცობრიო არ არსებობს და მსოფლიო დედამიწაზე სამყარო რაც კი არის ეს არის ფანტასტიკური უნიკალური კულტურების ერთობლა და ამ ცალკეული კულტურის ზემოთ არაფერი არ არის. არიცით ეს? ამიტომ მეუბნებით რომ სამშობლო აღარ არის. უკვე რა სამშობლო, კაცო, ტრაქს როცა აძლევ შენთვის სამშობლო არ არსებობს. ამას რომ ასწავლი ახალგაზრდას და ამისკენ მიმართავ რომ LGBT-ს ევროპა არის, არ არის LGBT ევროპა. თქვენ ისეთივე ევროპელები ხართ, როგორც მე ვარ მანჯურიელი, ჩინელი, თუ გნებავთ, არავითარი ევროპელები თქვენ ახართ იმ დასავლური ფულით განადგურებული ადამიანები და ეხლა ამ ხელისუფლების სახე თუ შეიძლება ამ ხელისუფლებამ რაიმე სახე შეინარჩუნოს, ვნახოთ რას გააკეთებს იგი განათლების სფეროში, რას გააკეთებს ფაქტიური ხელისუფლება, ეს არის ხო? ოპოზიციის გამანადგურებელი შეცდომები ადგენენ და გააძლიერეს, თუ ამით გაძლიერება შეიძლება ოცნება, ეხლა ოცნება რა კი ცოტა მხარდაჭერა მიიღო ხალხისგან და გარკვეული ლეგიტიმურობა მოიმატა, თუმცა არალეგიტიმური ხელისუფლება ხაზს უსვა 40%-იც არ მოვიდა არჩევნებზე. ისინი მიიღებენ დრაკონულ კანონებს, აკრძალავენ ბჭყალებში ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ როცა ნაციონალურ მოძრაობა თითქმის ყველა ოცნებაში ყავთ, 47 დეპუტატი პარლამენტში, მთავრობის სტრუქტურები ნახეთ გამოტენილია ამ ყოფილი ხელისუფლები და ეხლა აკრძალავენ, მაგრამ ამას გამოიყენებენ როგორც პროტესტის ჩასაკლავად, როგორც ყველანაირი პროტესტის შეზღუდვისათვის არაფერი არ გამოვა, მაგრამ ამას მოინდომებენ და ჩვენ მივიღებთ ამ უსუსურ ოპოზიციის შედეგად ფეოდალურ მმართველობას, ნეოფეოდალიზმს განხორციელებულ საქართველოში, რომელიც ბოლო 13 წელია უკვე ხორციელდება წარმატებით, მაგრამ ქვეყნისთვის უბედურების მოტანის ხარჯზე. რისთვის სჭირდებათ დღევანდელ ხელისუფლებას პროტესტის შახშობა და თქვათ კრიმინალიზაცია პროტესტისა. ისინი წარმატებით ყიდიან სახელმწიფოს. ნახეთ, იქ ტყეები ახსნეს, გაყიდეს, ის გაყიდეს, ეს გაყიდეს, კიდე გაყიდეს. გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან ქართველი იფეთქებს, მართალია დღეს მიძინებულია, დღეს მხოლოდ ცალკეული ადამიანები იბრძვიან ამაზე, ჩვენ 27 სექტემბერს ქართველთა დიდი გაერთიანების ღონისძიებაზე წინვალე ადამიანები მოვიდნენ და ყველა მოისმინეთ, როგორი იყო, ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, ჩვენ ავიკრიბებით სერიოზულ ძალად. ვერანაირი კანონი ვერ შეგვიშლის ხელს ჩვენი ქვეყნის დაცვაში, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში ვართ. ეხლა კიდევ უფრო აქტიურად წარმართავთ ყველაფერს. ქვეყანა იყიდება ამ პროცესის უკან შემოbrunება თუ გარკვეული ზღვარი გადალახული იქნა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამიტომ გასაგებია ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას ინვესტიციას უწოდებს, კიდე გეუბნებით, კაცს თქვენ მიყიდეთ ტერიტორია, სადაც ის ააგებს იმას, რაც თვითონ სურს. ხელშეკრულება ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში თქვენ ის ხალხი არ ხართ, ვინც ხელშეკრულებას საქართველოს ინტერესებისთვის მოარგებდით და დიდი ფული არის 6 მილიარდი, ნამდვილად დიდია, მაგრამ ეს არ წავა საქართველოს ეკონომიკაში, არ წავა სოციალურ სფეროში. იცით რა, ის ზღაპრები რომ აქედან გადასახადებს ავკრიბავ და შემდეგ ხომ მოიმატა
პენსიებმა ხომ მოიმატა თითქოს ხელფასებმა დიახ სახელმწიფო სექტორში მოხდა მატება საშუალო ხელფასი დათვალეს და გამოვიდა ცაში ასული რაც არ არის რეალობა რატომ დიდი ხელფასები პატარა ხელფასები როცა საშუალო გამოყავს აბსოლუტურად ესე იგი ნიველირდება და გამოდის რომ თითქოს ყველა საშუალო დიდ ხელფასები აქვს ამიტომ ეს ჟონგლირება სტატისტიკით და ცდილობები იმისა რომ პარტიები აიგზალოს კიდე გეუბნებით პარტია შეიძლება აიგზალოს კონსტიტუციური რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ეს თუ სურდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეს უნდა დაეწყოთ 2013 წლიდან არა ის პროპაგანდა რომ ესენი მტრები არიან და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის ეს მეხუთე კოლონა ჩამოყალიბებული ცისარტყელა პარტიების არასამთავრობოების სახით მაგრამ ეს შეფასებებია თქვენ კეთილი გენებად საჯარო ღია განხილვები გაგეკეთებინათ ამ პარტიებისთვის და ამ წინა ხელისუფლებისთვის მოგეცათ საშუალება მსოფლიოში ცნობილი ადვოკატები აიყვანათ და მასალები იმდენი გაქვთ თაროებზე შემონახული მაგათ მე მგონი 15-20 წელი მინიმუმ ექნებოდა არ გააკეთეთ ეს კოჰაბიტაცია გვიბრძანაო ქართველმა ხალხმა ხო მეტი თქვენ რა გითხრათ და მივიღეთ ის მარაზმი რა მარაზმშიც დღეს ქვეყანა არის 830,000-ზე მეტი მიგრანტია ქვეყანაში ძალიან ბევრს ბინადრობის უფლება აქვს ძალიან ბევრს მოქალაქეობის უფლება აქვს და ასე და ეს პროცესი არ ჩერდება აი რისთვის გინდა თქვენ რომ პროტესტი არ იყოს რომ პროტესტი შეეშინდეს ხალხს შემიძლია გითხრათ რომ ვერავის ვერ შეაშინებთ ყოველ შემთხვევაში ქართველთა დიდი გაერთიანება აკეთებს იმ ხალხზე აქცენტს რომელიც ამ ქვეყნის მესვეურია ეს ქვეყანა ძალიან უყვართ ძვირად უღირთ და მზად არის კანონის ფარგლებში ყველანაირი წინააღმდეგობა გასწიოს რომ არ მოხდეს ის ტრაგედია როდესაც ქვეყნის ისეთი ნაწილი იქნება პროპორციულად გაყიდული რომელსაც უკან ვერ შემოაბრუნებ იმიტომ რომ მიგრაცია ქვეყნიდან ქართველების გაცვლისა გრძელდება და ეხლა მე მინდა ჩამოვაყალიბო ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომელიც ორი ასაკოვანი ადამიანის კომენტარები და მათ შორის ოფისშიც იყო მოსული ერთი და მითხრა რომ აი თქვენ ძალიან ბევრს და ძალიან კარგად აკრიტიკებთ და ორჯერ სამჯერ უსმენთ თქვენ გადაცემას მაგრამ გამოსავალი გზა რა არისო მე ვკითხე ცოტა გამეღიმა აბა მე რაზე ვლაპარაკობ ეხლა მე ვაყალიბებ და ვისაც მოსმენის უნარი აქვს და ათასობით ადამიანი რომელიც ამ გადაცემებს უსმენ შესანიშნავად ერკვევა ყველაფერში და მე უდიდესი პასუხისგებლობა მაქვს თქვენს წინაშე ამიტომაც ავიღე ეს გადაცემები ჩემ თავს მოდი ჩამოვაყალიბებ ზუსტად საქართველოში სიტუაცია რა არის პოლიტიკური ცხოვრება განადგურებულია არ არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს აწონასწორებენ და აკავებენ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი სტაბილურ ჩარჩოში მიმდინარეობდეს, პოლიტიკური პარტიების განადგურების სანაცვლოდ ჩვენ გვაყავს ერთი არაფორმალური მმართველი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. ამ ვითარებაში ვიღაცის ლანძღვა, ვიღაცის წინააღმდეგ აქციების მოწყობა და ასე ეს არის ფუჭი. ამიტომ ქართველთა დიდი გაერთიანება არაპარტიული, მაინდა-მაინც ასეთი სახის გაერთიანება, იმიტომ შეიქმნა ჩვენ უფროსი თაობის ხალხი ვარ და რაღაც დიდი გამოცდილება გავლილი გვაქვს, მათ შორის პოლიტიკაშიც როგორია, ჩვენ ვთქვით, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ქართველთა საღი ქართველების გაერთიანება. არასდროს არ მოხდება, რომ ყველა ქართველი ერთ გაერთიანებაში ამ გასაკეთებელი საქმის წინა პერიოდში გაერთიანდეს. ისინი მოვლენ მაშინ ბოლო ეტაპზე.
სოფლიოში არ ყოფილა ასეთი, აი მე მეუბნებია რომ შენ უნდა ესე იგი ახლა მიხვიდე იქ და ვიღაცა პარტიას რო უჭერს ხალხს იმად გამოვსტაცოთ ესენი მე სისულელეებით ვერ დავკავდები კიდე გეუბნებით საღი ადამიანების ერთობა რომლებიც ერთმანეთთან მივიდნენ იმის გამო რომ ამ ქვეყნის მესვეურები არიან და როგორც კი ეს გაერთიანება ძალად იქცევა ჩამოყალიბებული არის ქვეყნის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია, დალაგებულია ყველაფერი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს ეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, იქ საათობ-ენერგეტიკული სფეროს, ინოვაციური და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ეს ძალა არ არის აკრეფილი, ამაზე საუბარი, პროგრამებზე საუბარი არის სერიოზული არასერიოზულობა, ამიტომ ჩვენ ამით არ დავკავდებით. ჩვენ მზათა ვართ, როგორც კი ძალა ავიკრიბებით, ჩამოვაყალიბოთ ის მთავარი და ჩამოყალიბებულია და ხელისუფლებას არაერთხელ გავაგონით, რომ აი ეს არის პირველი სასიცოცხლო რამეები, რა გვინდა ჩვენ გვინდა მარტივი რამ, ჩვენ გვინდა სამართლიანი საარჩევნო კანონი თუ ძალა არ იქნა ხელისუფლება ამას არ მიიღებს ჩვენ გვინდა ყველა პარტია ცნობილ ისტორიულ ადგილზე დიდი მაგიდის ირგვლივ დავაჯინოთ და ვაიძულოთ ყველანი შეთანხმდეს თამაშის წესებზე ამას მოითხოვს ქართული სახელმწიფოს მომავალი ამას მოითხოვს ჩვენი კულტურა ჩვენი ხალხის მომავალი ხელისუფლება არ გადადგამს ამ ნაბიჯს, არავით არ შეთანხმებაზე არ წავა, მას კონფრონტაცია აწყობს, მას დაპირისპირება აწყობს, მას აკრძალვები აწყობს. მე არ მაინტერესებს რა აინტერესებს ამ ხელისუფლებას, მე მაინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი, ამიტომ ჩვენ ძალად ქცეული ქართველები, ამას აუცილებლად ვინც არ მიუჯდება ამ მაგიდას და არ შეთანხმდება როგორი იქნება საარჩევნო კანონისადმი დამოკიდებულება, როგორი იქნება საჯარო დისკუსიები, როგორი იქნება მოდით ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში მოცვლის შემთხვევაში თქვენ მოხვალთ, სხვა ოპოზიციაში იქნება, სხვა მოვა თქვენ ოპოზიციაში იქნება, თამაშის წესები მონგრეულია, ოპოზიცია მტერია, მართლაც მტერია, ძირითად ნაწილში თქვენ რო იყავით ოპოზიციაში, თქვენც მტერი იყავით, ასე რომ რა იცი ეს მტერ მოყვარეობაზე აგებული პოლიტიკა ეს არის კრახი სახელმწიფოსი, იმიტომ რომ არჩევნები არაფერს არ წარმოადგენს გარდა კადრების როტაციისა. ეს კადრების როტაცია უნდა ვისწავლოთ ჩვენ, ამას სჭირდება მკაცრი თამაშის წესები, ამას ხალხის ნების გარეშე ხალხს უსვამ. არა ზოგადად ხალხის, ასეთი რამ არ ხდება, არამედ ძალად ქცეული ხალხის ნაწილის, აქტიური ხალხის ნაწილის ზემოქმედებით ჩვენ ხელისუფლებასაც ვაიძულებთ ამ მაგიდას მიუჯდეს და ნებისმიერ სხვას, ვინც არ მიუჯდება პოლიტიკაში უბრალოდ ბოიკოტირებული იქნება და როდესაც ამომრჩეველი ბოიკოტირებას გიკეთებს, გასაგებია რა შედეგი იქნება. დღევანდელ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ელემენტარული პოლიტიკური აზროვნების დონეზე რომ ემოქმედათ ქართულ ოცნებას ამ ადგილობრივ არჩევნებში დატოვებდა მარტო და გახდიდა სრულიად არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რაც ავტომატურად დააჩქარებდა იმ პროცესებს, ჩვენ ვამბობთ კანონიერების აღდგენა, სხვანაირად არ ჩაირიცხება ეს დაგროვილი ნაგავი, ამიტომ ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამას პროპაგანდა არ ჭირდება, ამას ჭირდება მე შემიძლია დიდი სიხარულით გითხრათ, რომ ფანტასტიკურად ძლიერი ხალხი მოდის, მათ უნდათ ამსა, ჩემს გვერდით კი არ უნდათ. მე იგივე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ჩვენ ყველანი გვინდა რომ ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდით. აი ეს არის პირველი სამოქმედო როგორც კი ძალად აიკრიბება ჩვენ შემდეგ უკვე დისკუსიებს დავიწყებთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო კონსტრუქცია, როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია, როგორი იყოს. აბა მოდი დაგვიჯდეს, თუ გინდა დღესაც აი ხელისუფლებას მიმართავთ, დაგვიჯეთკით, ხომ მოგწონთ თქვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კრახამდე არის მისული, თქვენ გონიათ ის ეკონომიკა რაიმე პერსპექტივის მატარებელია, მოდით გახსენით ეს თქვენი ტყლაპო ტელევიზიები და მოდით ქვეყნის შესახებ ვისაუბროთ. არა ხართ ამის გამკეთებლები თქვენ. ამიტომ
დასავლეთში და ბრიუსელში მაყურებელი ხელისუფლება სახელმწიფო მშენებლობისთვის არ ვარგია. საქართველოს არ ჭირდება არავის კურატორობა. საქართველო მოქცეულია თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია. სხვანაირ მენტალობას მოითხოვს პოლიტიკაში მყოფი ადამიანებს, ეს სხვანაირ გაგებას მოითხოვს. იტო თქვენ პროფესიულად უნდა იცოდეთ რა ხდება და არ იყოთ ასე იდეოლოგიზირებულად იდიოტის დონემდე დასული. რას ამბობთ? არ მოგწონთ ევროკავშირმა რომ მიგითითათ რაღაცები. კი, მაგრამ თქვენ არ ხვერწებით ევროკავშირში მინდაო? თქვენ რაც ამბობთ, ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ ღირსეულად ევროკავშირში გვინდა. კაი ევროკავშირი უნდა. სად არის ეს კარგი ევროკავშირი? ის ევროპა, კლასიკური ევროპა, რომლისკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფო და აღარ არსებობს. ევროპა თვითონ არის უბედური. დღეს ერთი ანონიმი ვიღაცა, ცხადია, იმ წყალწაღებული ახალგაზრდებიდან არიან ანონიმი, არა და მე ყველას ვეუბნები მოვალ თქვენთან სასაუბროდ. ხო და ვითომ ესე იგი გადამკრა რომ ევროპა ხო იშლებაო. ევროპა რომ დღეშია იმ ევროპაში საქართველო არ შევა, ამიტომ თქვენი ამ იდეოლოგიით გამოთაყვანებულ თავებზე ჯობია დროულად იფიქროთ, საქართველო არანაირ ამნაირ ევროპაში არ შევა, არანაირ LGBT აღლუმებს აქ არ მოაწყობს, არანაირი ბავშვებისთვის რაც იღებენ ახლა სქესის შეცვლა მშობლებისგან შეუკითხავად მათ შორის არასრულწლოვანებს შეეძლოთ, ხო? თქვენ აზზე ხართ რას ნიშნავს ეს და თქვენ გინდათ რომ ქართველი ბავშვები ასე იყოს, ვერ იქნება ასე. თქვენ გინდათ დაპირისპირება, კიდე გეუბნებით, ჩვენ გინდა მოლაპარაკება, შეთანხმება მრავალ რომ იტყვიან შეხედულებათა სისტემის ფარგლებში ცხოვრება, დაეყოლა იყოს, მაგრამ კაცრი თამაშის წესებით. თქვენ დიდათ ამისარევა, თქვენ მიიღებთ დაპირისპირებას და თქვენ მიიღებთ არა ისეთ დაპირისპირებას 4 ოქტომბერს რომ იყო ეს ჩამოყალიბებული სიაბანდობა თავიდან ბოლომდე. არამედ თქვენ მიიღებთ იმ საღი ქართველების დაპირისპირებას, რომელსაც თქვენ ვერ გაუძლებთ. ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. ასე საშიშია საქართველოსთვის, ხას უსვამ. თქვენ ნახავთ რომ საქართველოზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. იმიტომ გაძლიერდება რომ დაპირისპირება გეოპოლიტიკურ დონეზე შედის ბოლო გადამწყვეტ ფაზაში, რომლის თქვათ პერიოდის ხანგრძლივობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ეს იქნება არა მოკლე დროის დაპირისპირება. რა გავაკეთოთ ჩვენ ასე რამდენი არჩევნები იქნება, იმდენი გადატრიალების ინსცენირებები მოვაწყოთ და იმდენი მტერები ვიჭიროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის ნორმალური სახელმწიფო ცხოვრება. ჩვენ გვინდა არჩევნები, როდესაც ხალხი მივა, დაითვლება წესიარად, გამოქვეყნდება შედეგები, როტაცია მოხდება კადრების, გაგრძელდება მუშაობა, ხალხი იმუშავებს, თავის საქმეს გააკეთებს, არჩეული პარლამენტი მთავრობა თავის საქმეს გააკეთებს. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ ამ დაპირისპირებაში ჩაძირეთ ყველაფერი, ქვეყანას ყიდით, ყველაფერი კორუფციაშია ჩაძირული. ეხლა გინდათ პროტესტები და საერთოდ აკრძალოთ. ერთია, როდესაც მეხუთე კოლონა აწყობს პროტესტს, რომელსაც თქვენ 13 წელია კვებავთ. და მეორეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოხატავს პროტესტს და აუცილებლად გამოხატავს, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გამოხატავს, თუკი თქვენ არ შეარბილებთ იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში არის. ქვეყანა რომ გაიყიდება და აქ ქართველი ეროვნულ უმცირესობაში გადავა და ეს მოხდება საუკეთესო შემთხვევაში 2032 წლისთვის, მერე ყველაფერი დასრულებულია, მერე არაფერს აზრი არ აქვს და ეს ქვეყანა ქართველებისთვის დაკარგული იქნება. ამიტომ ჩვენი შიგა მდგომარეობის მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი არის საგარეო პოლიტიკა, საგარეო მდგომარეობა, სადაც მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები უსაშველოდ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, არის კერები, სადაც კონფლიქტი შეიძლება არაკონტროლირებადი გახდეს და საქართველო არის ერთ-ერთი პოტენციალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება კონფლიქტი განვითარდეს. რატო?
თუ Փაშინიანმა შეცვალა თავისი პოლიტიკა და სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან გონივრულ პოლიტიკას ატარებს ბოლო პერიოდში, თუ იმ აბსოლუტურად უტყივარი პოზიციიდან და დალაგებული გეოპოლიტიკიდან ამოვარდნილი იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სისულელეები ჩაიდენა, როდესაც მას უშუალოდ შეექმნა საფრთხე, მან გადაათამაშა ეს სიტუაციები და ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯან, რუსეთს და ყაზახეთს შორის და სომხეთიც ამ ფარგლებში მოიაზრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირანი თავისთავად როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ჩვენ რა ვართ? ჩვენ არ გვინდა ევროპელი ცუდი ჩინოვნიკების მითითებების შესრულება, იმიტომ თურმე ეს ეროვნულ რაღაცას ვითომ დიდი ეროვნულები ხარ და ძალიან გაწუხებთ თქვენ ქართული კულტურა და საქართველოს მომავალი. მაგრამ თუ ეს ჩინოვნიკები არ იქნებიან, ვითომ უკეთესები მოვლენ, ხო? აი თქვენ გინდათ ღირსებით წახვიდეთ ევროპაში. ეს სისულელე. ის სისულელე, რომელიც თქვენ მე არ მაინტერესებს ვისი დაკვეთით შეასრულეთ. შეიტანეთ მუხლი კონსტიტუციაში, რომ საქართველო გაწევრიანდება, კიდე გეუბნებით კობახიძეს მიმართავ, რისი კონსტიტუციონალისტი ხართ თქვენ მითხარით. ასეთი სისულელე შეიძლება კონსტიტუციონალისტმა შეიტანოს? ახალგაზრდა კაცი ხართ, რა გნებავთ? ახლა ამ თანამდებობის მერე არ გინდათ ამ ქვეყანაში რომ იყო, თუ იქნებით და იქნებით, როგორც ახლა გაქვთ გადაწყვეტილი, რომ შეიკრებით ეს ოცნება და ნაცმოძრაობა, ერთად იქნებით, იმას გააუქმებთ ვითომ და ყველა სხვას გაანადგურებთ და ახალგაზრდები ხართ და 1-30 წელი კიდე იქნებით ხელისუფლებაში. ასე ფიქრობთ? დიახ, ასე ფიქრობთ. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი ნაფიქრი ძალიან სწრაფად ვრცელდება იმ ქსელებით, რომელი ქსელებითაც ყველა საქმიანი ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან. თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ საქართველოში ქსელები ძალიან მრავალრიცხოვანია. თლად რო გაჭიმო, გამოჭიმო 300-400 კაცია, ვინც აი ამ რეალურ მოქმედ სფეროს ადამიანებს წარმოადგენს და ამ 400 კაცში არაფერი დამალული არ არის, რო გითხრათ სიმართლე, ხო? ამიტომ თქვენ ფიქრობთ ასე, რომ დიდხანს იქნებით, დიდხანს ვერ იქნებით, იმიტომ რომ დიდხანს რომ იყოთ ქვეყანას უნდა გქონდეს, არა ის 9% გვაქვს, რისი 9% გაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის და მითხარით. რისი შეგიძლია თქვენ გამოაქვეყნოთ სექტორულად სად რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რეალურ ეკონომიკაში რა შეიქმნა, მომსახურება იქნება თუ ეს პროდუქცია იქნა, დამანახეთ სად არის ეს ყველაფერი. მე ძალიან კარგად ვიცი ეკონომიკური მაჩვენებლების ნახვად, შეფასებად და ასე შემდეგ. და ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან, რატო გარბის ამ ქვეყნიდან? გეკითხებით, ეხლა ქართველი როდის იყო, რომ აქ ნორმალურ მდგომარეობაში თავისი ოჯახი რომ არ არის ქართველი ფუფუნების და არის აქ გინდა თუ არა დიდი ფული შევოს, მას უნდა ნორმალურად ღირსეულად იყოს თავის სახლში, კონდეს ისეთი შემოსავალი, რომ შვილები ოჯახი იქნება აძლევთ ამის საშუალებას. აბა რისი ეკონომიკური ზრდა გაქვთ, კიდე გეუბნებით. რა გლოვოს და ამ რაღაცებს შემოუყვანეთ ის იაფასიანი მუშახელი და იქ რამდენი 1000 ადგილი შექმნით, იმას ითვლით თქვენს დამსახურებად? არ გამოვა ასე, იმიტომ რომ ეს ტყუილია, არავითარი 9% ეკონომიკური ზრდა თქვენ არა გაქვთ. არავითარი 150,000 სამუშაო ადგილი თქვენ არ შეგიქმნიათ, ვერ დაწერთ. ხას უსვამ შეერთებულ შტატებში და ყველგან, სადაც კი ქვეყნდება მთლიანი შიდა პროდუქტის და კიდევ 4 მაჩვენებელი ქვეყნდება. მათ შორის არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმე. საანგარიშო პერიოდში, როგორც წესი 1 წლის განმავლობაში, რა სამუშაოები შეიქმნა არასასოფლო სამეურნეო სფეროში. აი დაწერეთ, გამოაქვეყნეთ და მოდი შევხედოთ ეკონომიკის სექტორებს,
მიოხრებულ ეკონომიკურ სექტორებს, რაცაც რეალური ეკონომიკა ქვია, პრიმიტიულ კვლავ-წარმოებაზე აგებული ეკონომიკა ქვია და მე შევაფასოთ, როგორ შეიძლება 150,000 სამუშაო ადგილი შექმნათ და 200,000 კაცი წელს ქვეყნიდან გავიდეს. აბა ვისთვის ქნით ამ სამუშაო ადგილებს? გასაგებია ვისთვის ქნით? ვალდებულება გაქვთ აღებული მიგრანტთა აქტის ხელმოწერის გამო და თქვენ ამ მიგრანტებს, რომელსაც იღებთ, მათ დახმარებებსაც უწევთ, სამუშაოთიც უზრუნველყოფთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი ცნობილია. ბორჯომში რო იმ ტყეებს ახსენით სტატუსი და გაყიდეთ, კი მაგრამ რატო ყიდით? თქვენია ეს ქვეყანა? ვერ გავიგე. ჩამახედა ერთი თქვენ ტვინში. ამ ქვეყანას რომ ყიდით, ვინ მოგცათ ამის უფლება? ეს თქვენია? თქვენს მერე აქ რა უნდა დარჩეს? მე ვიცი რა უნდა დარჩეს. თქვენ გაქვთ დავალება, თქვენ წარმატებით ასრულებთ ამ დავალებას. ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში იყოს მიყვანილი და ისე იყოს აჭრილი ეთნიკურად, რომ ქართველებს აქ დაკარგული ქონდეთ წონა, დაკარგული ქონდეთ თავიანთი გავლენის მოხდენა მიმდინარე პროცესებზე წარმატებით აკეთეთ. ერთადერთი რაც ქართულმა ოცნებამ წარმატებით შეასრულა, მან წარმატებით გაყარა ქართველები ქვეყნიდან, წარმატებით ყიდის ქვეყანას არანორმალური მოცულობებით და მან შეძლო მიგრანტებით დაფარვა ქვეყნისა. მოვა დრო, როდესაც დღევანდელი აბსოლუტურად გაუმართავი ხელისუფლების მხარდაჭერები უდიდეს სამარცხვინო მდგომარეობაში იქნებიან, იმიტომ რომ რას უჭერთ მხარს ვერ გავიგე. მეც მითხარით და მეც დაუჭერ, რომ ომში არა ვართ, ომში ვერ იქნებოდი, იმიტომ რომ აღარ იქნებოდი. ეს ხელისუფლება ომში რო ჩაბმულიყო არ იქნებოდა და ესენი ახლა იმდენად უჭკუო ხალხია, რომ ხელისუფლებას დათმობენ ვიღაცის დავალებისთვის, რომ აქედან გაიქცნენ ანდა ერთი რაკეტა მოხდეთ თავში? თქვენ გონიათ და ბევრი დიდი ბრძოლები იქნება? ვერ იქნება დიდი ბრძოლები, ხო? აბა რა გინდათ? რაც უჭერთ ხარც ვერ გავიგე. იმიტომ უჭერთ ხარც, რომ მოგწყინთ მე რასაც გეუბნებით, თქვენ ქართველი ხალხის მარგინალური ნაწილი ხართ, რომელიც სეთურის ბრბოდ ჩამოყალიბდა. ქართველი ხალხი და თქვენ ერთი და იგივე არა ხართ. ქართველი ხალხი ღონიერია, მართალია შეურაცხყოფილია, დამცირებულია, მაგრამ ეს მაინც ფეხზე მდგომი ხალხია და ქართველთა დიდი გაერთიანებით და სხვა ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც წმინდა ეროვნულ საქმეს აკეთებენ, ეს ხალხი თავისას მიაღწევს, ის მოიყვანს ხელისუფლებაში იმ ხალხს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მოემსახურება და არა საკუთარ თავს. დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება საკუთარ თავს. ხასოსამ 2012 წელს ხელისუფლებაში ბელადის მატარებელს რომ მოყებით არაფერი არ ჰქონდათ. დღეს არანორმალური ფულის პატრონები ხართ. არ გაკლიათ ვილები, ერთი ჯუანშერი დაიჭირეთ, ვითომ იგი იყო ერთადერთი ჯუანშერი, მაშინ უნდა დაგეჭირათ 200,000-იანი დღეობა რო გადაუხადა თავის მეუღლეს. მაგრამ თქვენ დაგჭირდათ ეს ახლა მანევრებისთვის და მიაყოლეთ, იმიტომ თქვენი თანამებრძოლიც პატივისცემაც არა გაქვთ და მხოლოდ იმიტომ მოქმედებთ ასე, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოთ ხელისუფლებაში. თუ გაიგონებთ ამ ნათქვამს, ეს თქვენ არაფერს არ გაიძულებთ, არ გავალდებულებთ, მაგრამ ეს არის ღიად, წესიერად, პატიოსნად ნათქვამი თქვენი უმსგავსო საქციელისთან დაკავშირებით. გააკეთეთ, კაცო, ამ სახელმწიფოს მოემსახურეთ. რომელ სახელმწიფოს ემსახურებით მითხარით? რაზეა ლაპარაკი საერთოდ? მართლა გონიათ, რომ კარგი ხელისუფლება გაქვთ და კარგ რამეს აკეთებთ? მაშინ თქვენ უდიდესი პრობლემების წინაშე ხართ. ამიტომ საგარეო მდგომარეობის გამწვავება გაიძულებთ თქვენ, რომ ღრმად ჩახედოთ საქართველოს შიგა პრობლემებს და გარე პრობლემებს ჩახედოთ. მოდით ახლა სხვანაირად შევხედოთ მოვლენას. გაიმარჯვეთ არჩევნებში. თქვათ გაიმარჯვეთ.
სულაც არა ცუდი არჩევნებში გამარჯვება, ხო? მითხარით კრიზისი თუ მოხსენით. კრიზისი დაძლიეთ? რა, იმ ახალგაზრდებს თუ ციხეებში ჩაყრით და დაждით, ესე იგი, საკუთარ თავжდით. კიდე გეუბნებით, ეს ცოდვა, ამ ახალგაზრდების ცოდვა თქვენ ადრე გვიან მოგეკითხებათ. მე არ ვამბობ, რომ ამ ახალგაზრდებმა რაიმე არ დაარღვიეს, მაგრამ ვინ მიიყვანა ისინი აქამდე თქვენ? თქვენმა პოლიტიკამ მიიყვანა, ხო? კრიზისი დაძლეული არ არის. კრიზისი გაგრძელდება და კრიზისი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პერმანენტულად მტრებთან ბრძოლის ბჭყალებში იმიტაციას და ის მოითხოვს იმას, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს დაძაბულობა, მუდმივად იყოს დაპირისპირება და თქვენ ამ დაპირისპირების ფონზე იოლად გადიოდეთ. რატომ იცით? თუ მშვიდობა იქნა, თუ ჩვენ ყველანი ჩვენ საქმეებს ვაკეთებთ, თქვენ ხელისუფლებაში ხართ, მაშინ რო გავა რაღაც პერიოდის შედეგი ხო უნდა იყოს. რისი შედეგის დამდებები ხართ თქვენ მითხარით? შედეგი რაც ნიშნავს? სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის გაძლიერება, ადამიანების კეთილდღეობის ზრდა მათი შრომის საფუძველზე, სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლების ზრდა, პენსიები რომ გაადიდეთ და გიხარიათ, აი როგორ გავაკეთეთ. კი, მაგრამ ინფლაცია რამდენია თუ იცით? მაღაზიაში დადიხართ, თქვენ ბოდიში, მარკეტში დადიხართ, სუპერმარკეტში დადიხართ? თუ არ დადიხართ და არ დადიხართ, თქვენ დედებს ან ვინმეს კითხეთ, რა იყო 2 წლის წინ, რა იყო თქვენი მოსვლის პერიოდში ფასები, დღეს რა არის? მე რაკენით იცით, მარტივარითმეტიკას გთავაზობთ. მაშინდელი ხელფასი რომ იყო და მაშინდელი პენსია იყო რა რეალური ხელფასი რა იყო, ნუ რაც ყიდულობდა, მე ახლა თქვენ რო განავითარეთ ქვეყანა და აიყვანეთ ცაში, დღეს რო დიდი ხელფასები აქვს ხალხს და დიდი პენსიები, დღეს რაც ყიდულობს და აღმოჩნდება რომ თქვენი ბლეფი, რომ ვითომ თქვენ რაიმე გაზარდეთ, სინამდვილეში რეალური ხელფასი ძალიან სერიოზულად არის შემცირებული. 2012 წელს თქვენი მოსვლისას რომ ხალხი ყიდულობდა იმ შედარებით ნომინალური დაბალი ხელფასებით, დღეს თქვენი ნომინალური მაღალი ხელფასებით იმას ვერ ყიდულობს. ეს არის ანბანური რაღაცები, რასაც მე ამას არც ბოროტებით ვლაპარაკობ, არც თქვენი რაღაც დაკნინებისთვის ვლაპარაკობ. საერთოდ აცილებული ხართ რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. თქვენ ხართ თვითგიპნოზის პირობებში, როდესაც ბრძოლა გახდა თქვენი მიზანი, იმიტომ რომ ამ ბრძოლის მეშვეობით თქვენ ინარჩუნებთ იმ უზარმაზარ პრივილეგიებს, იმ უზარმაზარ ფულს, რომელსაც ხელისუფლების მეშვეობით მიწვდით და ეხლა გენანებად ამის დათმობა, მაგრამ ყველაფერს თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს, თქვენი ციკლიც დასრულდება, ხაზს უსვამ, ბუნებრივად დასრულდება, თავარია თქვენი ციკლის დასრულება მანამ მოხდეს, სანამ თქვენ დაასრულებთ ამ ქვეყანას. იმიტომ რომ როგორც კი ქართველი გადავა უმცირესობაში, როგორც კი ქვეყნის ტერიტორიის მიწის მფლობელების რიცხვი იქნება კრიტიკული, ეს მათი ტერიტორია, ეს მათი მიწა, ის ნეოლიბერალური იდიოტი ეკონომისტების შეფასებელი, რომ ქართველებს დაიქირავებენ იმ მიწაზე, თქვენ სულელი ვიგონიათ. თქვენ თვითონ გასაგებია, რომ ეს ლიბერალი ეკონომისტები სულელები ხართ, უვიცები. თქვენ გონიათ ის არაბი, რომელიც მიწებს იყიდის და იყიდა, ქართველებს დაიქირ, თუ დაიქირავებს რაღაც შავ საქმეზე და ისიც არ ჭირდებათ არაფერში. ამიტომ ჯობს რომ თქვენი პოლიტიკური სასიცოცხლო ციკლი უფრო მალე დასრულდეს, ვიდრე თქვენ ქვეყანას დაასრულებთ, იმიტომ რომ
კიდე გეუბნებით, თუ თქვენ არ იცით ქართველი ხალხის ბუნება, თუ თქვენ კარგად არ გესმით ქართული ისტორია, არ გესმით რა, როდის, როგორ ხდებოდა, არა იმ ზღაპარი ისტორიების მეშვეობით, რომელიც თავშესაქცევი ამბები, არამედ როდის ფეთქდებოდა ქართველი, როდის მიდიოდა იგი საბოლოოდ ისეთ თავგანწირვამდე და ამან შეანარჩუნებინა ეს ქვეყანა, თქვენც იგივე მოგიწევთ, რომ იცოდეთ. ნუ ფიქრობთ, რომ ვინმეს მოერევით. თქვენ მოერიეთ აბსოლუტურად არაპროფესიონალ, გამყიდվել მეხუთე კოლონას და მას უნდა მორეოდით თქვენ 2013 წელს, იმიტომ რომ ამის ყველანაირი ბერკეტი გქონდათ და თქვენ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდა ჩამოგეყალიბინათ ქვეყანაში, თქვენ ყველაფერი გაანადგურეთ, რაც პოლიტიკურ ცხოვრებას გვია, გაანადგურეთ პოლიტიკური პარტიები, გაიჩინეთ სატელიტები და ახლა თქვენ გინდათ, რომ ეს აქციოდ 10 წლეულები თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისა? კიდე გეუბნებით, ღია ტექსტით გეუბნებით. ყველა ცოცხალ ადამიანს კარგად ყოფნას და თავიანთ ოჯახებში კეთილდღეობას უსურვებ, მაგრამ თქვენ ახალგაზრდები ხართ, მაგრამ თქვენი უფროსი 10 წლეულები ხელისუფლებაში ვერ იქნება ტექნიკურად. გამიგეთ არა? ღია ტექსტით გეუბნებით, არაფერს ცუდს არ ამბობ. შეიძლება კაც კი გონია, რომ ის მარადიულია, მაგრამ ის 10 წლეულები ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრების ლიმიტირებული წლები არსებობს, თქვენ ახალგაზრდები ხართ, მაგრამ დაასრულებთ ცუდად ხელისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ არ გეყოლებათ ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო, ასეთი ფულის ხამი პოლიტიკური ოპონენტები. თქვენ გეყოლებათ ქართული ხალხი ოპონენტებად, რომელიც მოგთხოვთ და როცა თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, თქვენ თქვენით წახვალთ აქედან, თუ არა და მოგეხმარებიან თქვენ წასვლაზე. ღია ტექსტი ჯობია საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა შეთანხმება, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებდეს, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდეს, სხვა კიდე ამის მომხრეა ქართველები. თქვენ გნებავთ არეულობა, თქვენ გინდათ დაპირისპირება, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოწილე არ ყავდეთ და ამდენად აკეთოთ, რასაც 13 წელია ჭყალებში წარმატებით აკეთებთ. აი ჩემი ძალიან კეთილი განწყობით ნათქვამი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა ითქვას. ეხლა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია რა უნდა გავაკეთოთ, ხო? გითხარით. პოლიტიკაში არ ახარ ძალა, არ ახარ არავინ. თქვენ რაც ფიქრობთ, თქვენთვის იქ ასე უნდა ვქნა, ისე უნდა თქვა, ვერაფერზე ვერ იზამთ. ვერაფერს, იმიტომ რომ ახლოს არ ყოფილხართ რეალურ პოლიტიკასთან და წარმოდგენ. ამდენ გეუბნებით. ჯერ ძალა, შემდეგ ძალა ჯდება იმ მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და შეკავება გაწონასწორების მექანიზმი როცა არის, ის სხვა რამდენიმე სუბიექტი, ვინც ამ მაგიდასთან იქნება, ითვალისწინებს ამ მოსაზრებას და საერთო კომპრომისით მივდივართ იქამდე, რომ დავნიშნოთ ისეთი არჩევნები, რომელიც გამორიცხავს გაყალბებას, გამორიცხავს ყოველგვარ ერთს, ელემენტარულად კეთდება და არა ასეთი ვირეშმაკული საარჩევნო კანონი და ისეთი ვირეშმაკული ცენტრალური, რა ქვია, საარჩევნო კომისია, ხო? ასე CSKO, ხო? ყველაფერ სიგლახეში დაოსტატებული და კარგად ნავარჯიშები. არ გამოვა ეს ყველაფერი. მოდი ასე გავაკეთოთ, შემდეგ მთავრობა როგორიც იქნება ქართული ხალხის გადაწყვეტილებით, მას უკვე დავალებები ექნება, რა უნდა გააკეთოს. აი ეს არის ერთადერთი გზა. დანარჩენი ყველაფერი არის უტოპია. ხალხი დარაზმე. მე მეუბნებიან, რომ რა ხალხი უნდა დავრაზმო. გეუბნებით ცოცხალი ადამიანი, კიდე გეუბნებით, თქვენგან საერთოდ არაფერი და ამ ქვეყნის გვერდით მინდა რომ იყოთ, მე ამ ქვეყნის გვერდითა ვარ, ჩემი მეგობრებიც, იმ 4-ეული, რომლებმაც დავიწყეთ ეს საქმე, წყინვალე ადამიანები მოვიდნენ ფანტასტიკურად. ამაშია ქართველების ძალა, დავდგეთ ერთად, შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. მოვა დრო, ჩვენ დავჯდებით ეკონომიკაზე სასაუბროთ, კონსტიტუციაზე სასაუბროთ და ერთი რამდენი გაგვიწევთ
კონკურენციას ამ პროფესიულ საუბრებში მაგას ცალკე ვნახავთ. დინდე ტრაბახში ჩამითვალეთ ეს და მზად ვარ დღესვე დაგიჯდეთ, არ დაგავიწყდეთ, მე ვარ უფროსი თაობის ადამიანი, გავიარე, არ მქონია იოლი ცხოვრება, მაგრამ არასდროს არ ყოფილვარ მეორე როლებზე, ყოველთვის ვიყავი აქტიური, არასდროს ჩემი კარიერა არ მიძებნია, ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემი აღზრდა, ჩემი შინაგანი კულტურა კარნახობდა, ახლა ამას ვაკეთებ, არ ვეძებ ჩემს პირად გამორჩენას და სარგებლობას. ხართ მზად სასაუბროთ, არ გინდათ ქვეყანაზე რომ ვისაუბროთ და ასე გინდათ რომ ესე იგი მტრებს დასდევდეთ, ახალგაზრდებს ციხეებში უშვებდეთ, იმ უნივერსიტეტებში ის გამონაგვებული ხალხი, რომელიც თქვენ შეყარეთ, კიდე გეუბნებით, თქვენი შეყრილია ის ხალხი ეგ. უდიდესი უმრავლესობა არაკონდიციური პროფესორი და სპეციალისტი, მოდი ვისაუბროთ რა გვიდგას წინ, მანავაით დაპირისპირება გინდა, მე მესმის თქვენთვის დაპირისპირება არის ერთადერთი, რომ თქვენ იყოთ ხელისუფლებაში. თქვენ არ ახართ დისკუსიის გამწევი, თქვენ არ ახართ პროფესიულ თემაზე მოსაუბრე ხალხი, თუ არა ამაზე იოლი რა არის, აი ამ გადაცემას 10,000-ობით ადამიანი ნახავს. შემარცხვინეთ, არ გინდათ? დავჯდეთ, სადაც გნებავთ, ქვეყნის მომავალზე ვისაუბროთ, სახელმწიფოს გაძლიერებაზე ვისაუბროთ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, თქვენ ასე აძლიერებთ ინსტიტუტებს, ძირს უთხრით ყველაფერს. ფეოდალურ მმართველობას როგორ შეუძლია სახელმწიფო განავითაროს, კიდე გეუბნები. ახალგაზრდებს ანადგურებთ, ხაზს უწვამ, არაერთხელ მithქვამს გამიმეორებთ, თქვენ რომ ეხლა მსოფლიოში საუკეთესო განათლება გქონდეთ შემოღებული და მე ვხედავდე და ამ სფეროსთანა ვარ დაკავშირებული, რომ ახალგაზრდები იმ განათლებას იღებენ, მე თქვენ საჯარო სფეროში ვერ ნახავთ, იმიტომ ეს კორუფცია, იოლი მოსავლელია, სხვა რამეც იოლია, მთავარია განათლებული ახალგაზრდები მოვა და არა იმ დამპალი იდეოლოგიით განადგურებული გარკვეული ნაწილი ახალგაზრდებისა, ამიტომ ყველაფერი ძალიან მარტივია. მოდი ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, თუ არ გინდათ ცუდად დაამთავროთ ხელისუფლებაში ყოფნა. კიდე გეუბნებით, რამდენიც არ უნდა დაიჭიროთ, რამდენიც არ უნდა მოკლათ, განწირული ხალხი ხართ, უბრალო მიზეზის გამო თქვენ საქართველოს მომავალს აყენებთ დარტყმის ქვეშ. თქვენი პოლიტიკა, რომელიც 12 წელზე მეტია გრძელდება, მალე 13 წელი იქნება, საქართველოს პერსპექტივას უსპობს. ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში პერსპექტივას უსპობს. გეუბნებით, გამამტყუნეთ, მითხარით, რომ ასე არ არის. რას მითხარით? ყველაფერი დოკუმენტირებულია, ყველაფერი თქვენს მიერ გაყიდული ქვეყნის მიწები, ყველაფერი ამოწერილია. ხალხი მუშაობს ამაზე. შემოყვანილი ხალხის რაოდენობა ეგერ არის ყველაფერი. რა გნებავთ ახლა? არ გინდათ ხელისუფლებაში იყოთ და საქმე აკეთოთ და შედეგი იყოს, არამედ გინდათ ომი, შიგა ომი, აბა რა არის, ახლა ეს კიდე გეუბნებით, ყოველ დღე ჩართავთ ტელევიზორში და ერთი და იგივე იდიოტიზმი იმ იდიოტურ ტელევიზიებში, რომ ეს მტრები, ეს იარაღი, ეს ყველაფერი თქვენი ბრალია. გამოვიდეთ ამ ჭაობიდან. მარტივ რამეც გთავაზობთ, კაცო. მე ხო ფირწალი არ მიჭირავს ხელი და არ მოვრივათ თქვენსკენ და არ იქა თქვენ ადგილზე დამაჯინეთ. ხო ხართ მანდ? ცუდად ხართ. ცუდად იქცევით. და იმისთვის რომ უკეთესობისკენ წავიდეთ, ამას საჭიროა ფართო კონსენსუსი, ამას სჭირდება დიალოგი, ამას სჭირდება პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. გაიგონებთ, კარგი, არ გაიგონებთ, მაინც გაგაგონებთ. ქართული ხალხი გაგაგონებთ, კიდე გეუბნებით, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ ვირეშმაკულად გააგრძელებთ იმეცად ყოფას, როგორცაც ახლა აკეთებთ და იმით შენიღბავთ რეალურ პრობლემებს. კიდე გეუბნებით, რაღაც 7 წელი დარჩა და ქართველები აქ დამთავრებული იქნება, ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან. გაერომ დაგიწერა ეს და გითხრა,
2032 წლისთვისო ქართველებიო ეროვნულ უმცირესობაში იქნებით. გაერო არ გჯერათ თქვენ? ინსტიტუტი, რომელიც ყველაფერს განაგებს და უზარმაზარი ინფორმაცია გეუბნება, არ იქნები აქო. და მე ავდგე და ახლა ვიფიქრო, ესე იგი ნიშაჯობია თუ ბიძინაჯობია? არც ერთი არ ჯობია. წესიერი სახელმწიფო ჯობია, აგებული თამაშის წესებზე, პასუხისგებლობაზე, შრომაზე, პროფესიონალიზმზე. არ გინდათ ასე, აბა რა გინდათ ახლა? მე წინასწარ გეუბნებით, თორე კარგად დაიმახსოვრეთ, ქართველები ამ ქვეყნის გაყიდვას თქვენ არ გაპატიებენ. ჯობსეც მე გითხრათ, არ გაპატიებენ, იმიტომ რომ ამის პატიება არ შეიძლება. თქვენ ყიდით ქვეყანას. თქვენ ანაცვლებთ ქართველებს სხვა ხალხით აქ. არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო სხვა ხალხის. ქართულმა ძლიერმა სახელმწიფომ დევნილიც უნდა მიიღოს, გაჭირვებულიც ეს არა, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არ არის ის, რაც ნორმალურ ფარგლებში დგება. ამიტომ თუ გაიგონებთ, კარგია, თუ არა და იძულებული ვიქნებით გაგაგონოთ ეს ყველაფერი და ამას ძალიან მარტივად გავაკეთებთ. ქართველთა დიდი გაერთიანება ძალად მალე იქცევა და ისინი მოგადგებიან თქვენ და გეტყვიან, რომ ესაა გასაკეთებელი. არ გააკეთებთ? მოდით ნახოთ, ეხლა წინასწარ ნოვიტყვით, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ ჩვენ. დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურებდით. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წინა შაბათის გადაცემა თითქმის 53,000-ზე მეტმა კაცმა ნახა. ბოლო გადაცემა, რომელთაც მე შემოვედი, ეს იყო შაბათი, ორი შაბათს გეუბნეთი, ის უკვე 30,000-მდეა მისული მნახველი. ერთი პატარა, მოდით ასე ვთქვათ, ტელეფონით, საკუთარი ინიციატივით გაკეთებული გადაცემა და მე თქვენს წინაშე მაქვს კიდე გეუბნებით აუწერელი პასუხისგებლობა და მე არასდროს თქვენ არ დაგაიჭვებთ ჩემდამი დამოკიდებულებაში. ჩვენ გვაქვს ყველაზე ძვირფასი, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური კულტურა, ჩვენ გვაქვს საოცარი ენა, ჩვენ გვაქვს საოცარი ხალხი, რომელიც შეურაცხყოფილია და როგორ უნდა მოუაროთ ამ ქვეყანას და როგორ უნდა განვითარდეთ, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა და არავის მითითება აქ ევროპიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან არ გჭირდება. ჩვენ თუ ის გჭირდება, რომ რუსეთთან როგორი ურთიერთობა დავამყაროთ, ევროპასთან და ამერიკასთან ვინმე გვასწავლოს, მაშინ ჩვენ უვარგისი ხალხი ყოფილვართ. სახელმწიფო თუ გვინდა, არ ვიცი მე როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს სხვა დიდ სახელმწიფოებთან, ვიცით, შესანიშნავად ვიცით, მაგრამ არასდროს დავემსგავსებით ამ ხელისუფლებას და მით უმეტეს არ დავემსგავსებით წინა ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად დაიწყო ის დიდი ნგრევა, რასაც ქვია ქართველების ის პრობლემა, რომელიც დღეს უდგას. მიგრაცია არანორმალური, უზარმაზარი მიგრაცია საპირისპირო მიმართულებით და სახელმწიფოს მოშლა. თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ მოშალეთ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფოში ეს არის ფუნდამენტი, ის რაც ინსტიტუტებს გარეთ იმართება და ინსტიტუტები აქ მხოლოდ სტატისტების როლს ასრულებენ, ბუნებრივია განვითარება ვერ იქნება. ჩვენ გვინდა განვითარება და ამისთვის ყველა პოტენციალი ყველაფერი გაგვაჩნია, სრული პოტენციალი, რომ ძალიან განვითარდეთ. დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის, მადლობა რომ უყურებდით ამას, მე შაბათამდე გემშვიდობებით. შაბათს 21 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. 4 შაბათის ლექციას, რომელიც გუშინ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შედგა, ერთ-ერთ დღეში დავწერ ავანაზღაურებ აუცილებლად, მაგრამ სადღაც შაბათს ალბათ გადაცემაში გეტყვით, როდის იქნება 4 შაბათის სანაცვლოდ ლექცია. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, ყველას წარმატებას გისურვებთ.